ნიკა შეიძლება გამჩერდეთ ერთ კითხვას დავსვამ მაშინ აი სწორედ ამ კონტექსტში რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით მოკლედ არ შედიხართ პარლამენტში ხსნით ციებს უარს ამბობთ სადეპუტატო უფლებამოსილებაზე შესაბამისად ბიუჯეტიდან აღარ გექნებათ დაფინანსება არ იქნებით საპარლამენტო მოდით მე დავასრულებ და მერე თქვენ მიპასუხეთ არ იქნებით არც ერთ საპარლამენტო დელეგაციაში და ამ შემთხვევაში თქვენ ხდებით ქუჩიდან მებრძოლი ოპოზიცია. ეხლა მინდა რომ დავსვა კითხვა ასეთი და საპარლამენტო დელეგაციაში არიან მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩვენი პარტნიორები ნელ-ნელა თუ დაუწყებენ მათ საუბარს მაგალითად მიიწვევენ რაიმე ვიზიტებზე ეს დავოსის ფორუმზე გნებავ წარმოვიდგინოთ ან სხვადასხვა შეხვედრებზე მაგიდის გარშემო ზის ოცნება. ნელ-ნელა ეს ხომ არ დაემსგავსება აღიარებას და შესაძლებელია თუ არა ისინი ვინც უარს ამბობენ ჩახსნან სიები და მე ვეჭოფრო თქვენ გახარიას გუნძზე საუბრობთ ერთ მშვენიერ დღეს იტყვიან რომ ბრძოლა საერთაშორისო არენაზე არის საჭირო როგორც საპარლამენტო წარმომადგენლების და ეს გახდეს მათთვის мотивация შევთანხმდეთ რომ საერთაშორისო არენაზე ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ახლა და უნიშნელოვანესია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და კომპონენტი საერთაშორისო დონეზე აქტიურობა და ასპარეზობა ჩვენ ხა კოალიციას ცვლილებისთვის არ არის საპარლამენტო პარტიამ ხელს ნამდვილად არ გვიშლის გვიყოთ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში საპარლამენტო დელეგაციებზე გეუბნებით ანუ აღიარებას ხომ არ დაემსგავსებათ ხო თუ ოცნებით დაკომპლექტებულ დელეგაციებს ვიხილავთ რაიმე შეხვედრებზე ამას გეკითხებით ეხლა საპარლამენტო დელეგაციები ახლაც ყავთ ინგა ქართულ ოცნებას და არც შეხვედრებზე პრაქტიკულად არ იწვევენ და სპორადულად სადღაც ჩდებიან მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები და კავშირები გაყინული აქვს დასავლეთს ამ ხელისუფლებას და მოდით არ დაგვაუწყეთ სად ვართ აი რომ მკითხეთ იცით რა ქუჩის ოპერა სად ვართ ეს ადამიანი ივანიშვილი აშენებს ავტორიტარიზმს ეს არის მოცემულობა რა ქუჩის ოპოზიცია ქუჩის დაარქვით თუ გინდა და კეკელიძეს არ ვიცი რა ქვია ჩიხის შემომთავაზეთ რა დავარქვა და დავარქვათ ეს რაღაც შეურაცხყოფელად არ მიიღოთ უბრალოდ ფაქტი იქნება ასეთი ქუჩიდან მებრძოლი იმიტომ რომ არა დიახაც ქუჩა არის ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი პოლიტიკის კეთების პროცესში განსაკუთრებით როდესაც სხვა შესაძლებლობა რბილად რო ვთქვათ არის ნაკლებად ეფექტური და სიმართლეს თუ ვიტყვით პრაქტიკულად არ არსებობს პოლიტიკის კეთების ასპარეზი ივანიშვილის რეჟიმის პირობებში არც პარლამენტში და არც სხვა ადგილობრივ ფორუმზე არც ერთი დემოკრატიული ინსტიტუტი არ არსებობს ყველაფერი არის ერთ ადამიანს დაქვემდებარებული და ერთი ადამიანის კონტროლქვეშაა ყველაფერი და ეს ერთი ადამიანი სიმართლე ესეც უნდა ითქვას, დგას მხოლოდ 4500 პოლიციელზე, რომელსაც კვებავს, რომელსაც უხდის ფულს და ეს ხელფასიანი ადამიანები, რომლებსაც აქვს სხვა ტიპის დაფინანსებაც ემსახურებიან ამ რეჟიმის შენარჩუნებას ივანიშვილისთვის. აი ივანიშვილი დგას აი ამ ადამიანებზე 4500 დიახაც პოლიციელზე, სპეცნაზზე, რობოკოპზე ეს არის ადამიანმა გადაწყვიტა რომ რუსული მართლობით აშენოს და ფესვში ღრმად მე გაიდგას ამ მართლობამ ავტორიტარიზმით წოდებული მართლობის ტიპი სადაც თავისუფალი ნება არ უნდა არსებობდეს თავისუფალი სიტყვა უნდა იხშობოდეს და სადაც თავისუფალი ადამიანი უნდა იჩაგრებოდეს და მორჩილებაში მყოფი ადამიანები უნდა ხალისდებოდნენ წახალისებულნი უნდა იყვნენ აი ეს დაპირისპირება ეს მოცემულობა და ახლა თავისუფლებისთვის ბრძოლას რანაბიჯი მოუხდება ბრძოლის სტრატეგია, ტაქტიკა, ინაბიჯს გადავდგათ ჩვენ თვით კოალიციას ცვლილებებისთვის რომ ჩვენი ალიკვალი არ უნდა იყოს ივანიშვილის სანოტარო ბიუროში თუ კი ვინმე ჩათვლის და ისე უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ადგილობრივ დონეზე
ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც. ამიტომ საპარლამენტო დელეგაცია ეს არ იქნება ინგა. ძალიან გითხოთ, ეხლა ამას ვერ შევთავაზებთ, ეს იქნება ივანიშვილის სანოტარო ბიუროს რაღაცა წარმომადგენლობა. ნიკა, მე უბრალოდ კითხვებს ვსვამ, თორე შეთანხმებით არა, გავიგებ ამათო. შეიძლება სიტყვათა შეთანხმებაზე ვერ შევთანხმდეთ, თორე შინაარსი დამერწმუნეთ, კითხვას ნამდვილად ბადებს, ხო? იმდენად ცხადი მოცემულობა ინგა რომ აქ არ არის ბევრი საკამათო. მე განგებ დავიწყე თქვენთან საუბარი ამ საკითხით. შემეძლო საერთოდ გვერდით ამე არა, ხო? წინა გადაცემის თუ როდესაც ვიყავი ამ საკითხს შევეხე, მაგრამ ნაკლებად ნებისმიერი ადამიანია პირთა წრე, ვინც უშვებს ითანამშრომლობს ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლობასთან ივანიშვილის სანოტარო ბიუროში, რა თქმა უნდა, არის ნაწილი ქართული ოცნების, რაც არ უნდა მან არა სხვა მოიტანოს სხვა არგუმენტი მისთვის დამაჯერებელი. ეს რაც შეეხება პარლამენტს, რაც შეეხება ბრძოლას და მომდევნო ნაბიჯებს, ჩვენი სურვილია, რომ ამ პროცესში კოალიცია ცვლილებების სურვილია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ბარიერ გადალახული იყოს ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში. და ეხლა რაზე მოილა გასაგებია, ნიკა, ეხლა რაზე შეთანხმდით კოალიცია ცვლილებისთვის ძლიერი საქართველო ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა. ანუ რაზე შეთანხმდით ეხლა იმ მაგიდის გარშემო შეკრებილები რო ხარ და ჩვენი ჩართვის გამო რომ გთხოვეთ რამდენიმე წუთით გამოსულიყავით. დიახაც, მე გამოვიდ ჩემ შემდეგ ბადრი ჯაფარიძე ყავთ, ხო სტუმრად? არა მხოლოდ თინა ბოკუჩავაც და შევეცდები სამიდან ერთმა მაინც გათქვას. რაზე მიდის ეხლა მოლაპარაკებით? ლელოს პარტიიდან გერთვებით, ბადრი შენობიდან გავიდა, მოუწია მას გასვლა, სხვა ადგილიდან უნდა ჩაგერთოთ, ამაზე ვიცინოდი სამ შემოვიდოდი. აი ეს ეტაპობრივად უნდა ავიღოთ ყველა, მოკლედ მშვიდობიანად ყველა ადმინისტრაციული მართლობითი შენობა, აი როგორც პრაქტიკულად ლელოს ოფისი დავიფყარით ახლა. არ გამოგაძევოთ, ხილად იყავით. მამაღალი განცხადება იყო. კარგი, ნიკა, დიდი მადლობა და ბოლო კითხვა მინდა რომ დაგისვათ, ანუ 25-ში მთელი საზოგადოება ცხადია ელის რა იქნება, რომ გარეთ, როდესაც პარლამენტში შეიკრიბება ეს ქართული ოცნების მთელი შემადგენლობა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სიის პირველი ნომერი ივანიშვილია და გამორიცხულია რომ ის არ მივიდეს ამ სხდომაზე და იმისთვის რომ ივანიშვილი მივიდეს, მას უნდა გაუსუფთავონ გზა. აი ამ დღეებში გამართულმა საპროტესტო აქციებმა ცხადყო რომ დარბევა ამ ხალხს, ქართველ ხალხს კი არ აშინებს, უფრო აღავსებს ბრძოლით. მაგრამ თქვერასელით მე გეგმებზე არ გეკითხებით, ეხლა ალბათ არის რაღაც გეგმები, რომელზეც არ გინდათ პირდაპირ ეთერში საუბარი. რას ელით, რას აჩვენებს ეს დღე იმ უამრავ ადამიანს, რომელმაც ცვლილებებს დაუჭირა მხარი 26-ში. უკანასკნელმა პრაქტიკული მაგალითი სახით შეიძლება გაგცეთ პასუხი უკანასკნელმა დღეებმა, საპროტესტო შეკრებებმა მოგცა მაგალითი ილუსტრირების მაგალითი სახით საუბარი, როცა ამ კითხვაზე პასუხს გცემთ. როცა სიმრავლეც ახლავს თან სიმართლეს და мотивაციას და ღირსებას და სწორ ხედვას მომავალთან დაკავშირებით ხელისუფლება უკან იხევს. ეხლა მიკრო თვალსაზრისით ეს ასე მოხდა. გუშინ დარბევის შემდეგ მათ რისთვისაც დაარბიეს ხალხი ის ამოცანა ვერ შეასრულეს, ბუნებრივია, ხომ? ვერც გზაგახსნეს, ეხლა თუ 100 მეტრის გამო დაარბიეს, რომ კეკელიძისა და ჭავჭავაზის კუთხიდან გადავსულიყავით მელიქიშვილის ქუჩაზე, რა თქმა უნდა, მათი ამოცანა არ იქნებოდა და მეტიც მოგვიანებით, გაცილებით მეტი ადამიანი მიიღეს იმავე ადგილას, სადაც დარბევა მოხდა. შესაბამისად, ხალხი გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ სწორ დღეებში, სწორ მოცემულ პერიოდში უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი
აურაცხელი რაოდენობის საქართველოს მოქალაქეები და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ხელისუფლება ივანიშვილის ნაცვლად, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ისიც ამ მდგომარეობაში ჩავარდებოდა, ის იძულებული გახდებოდა უკან დაეხია. როგორც მისმა სპეცნაზელმა დაიხია უკან და ვეღარ გადმოვიდა შეტევაზე გუშინ, ასე დაიხევს ივანიშვილი უკან და ეს დახევა ეხლა საბოლოო ჯამში რითი დაგვიგვინდება მხოლოდ ხელისუფლების ჩაბარებით და გადაცემით ძალაუფლების ხალხისთვის ქვეყნიდან წასვით, ეს არ ვიცი ნამდვილად ვერ ვიმარჩიელებთ, მაგრამ ის რომ ხალხის რაოდენობა არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ამ ტიპის რეჟიმებთან ორთაბრძოლაში, ეს გამოჩნდა გუშინაც და გუშინ წინაც. ხო, მაგრამ ეს შედეგს მოიტანს ივანიშვილის. ანუ ხელისუფლებას არ ხევს აი თუნდაც ამ მასშტაბის აქციები, რაც იყო ამ დღეს. არა, მე ვსაუბრობ ამ მასშტაბის აქციებზე მხოლოდ. მე სწორად ამის თქმა მინდოდა. მხოლოდ გუშინდელი მასშტაბის შეკრებაზე ავსაუბრობ. ხო, წარმოიდგინეთ ის რაც ხდებოდა გუშინ ერთ კონკრეტულ ადგილას თბილისში ერთდროულად მოხდეს 7-დან 8 ადგილას მშვიდობიანად. წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება. ხალხმა უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა რეჟიმს, ვინაიდან ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ რეჟიმის დამხობა და რეჟიმის, ასე ვთქვათ, ჩამოშორება მართვის ადავებიდან, ხო, სახელმწიფოს განვითარება და გუშინ სიტყვით გამოსვლისას თქვი, ჩვენ რომ შეგვეძლოს, ეხლა ჩვენ არ უნდა და ღმერთმა დაიფაროს ეს სახელმწიფო და ეს ქვეყანა, თენგიზ კიტოვანებისგან და ჯაბა იოსელიანებისგან ქვეყანას და სახელმწიფო ჭირდება სტაბილური და მშვიდი განვითარება მომავალში, ხომ? ამისათვის საწინდარიც უნდა იყოს სწორი და ხალხის რაოდენობას ქუჩებში აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. და როცა იქნება ეს სურათი თბილისის და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი საქართველოს დროშებით, ევროკავშირის დროშებით 4500 თუ 5000 ივანიშვილის მსახური პოლიციელი, რომელიც უბრალოდ ხელფას იღებს იმისათვის, რომ ბავშვები, ოპერატორები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები დაარბიოს, ეს 4500 ივანიშვილის მსახური რობოკოპი ნამდვილად იქნება განეიტრალებული. აი ამის ახსნას ვცდილობ ახლა, დიახაც, თავარი ძალა არის სიმართლეში, ღირსებაში, მორალურ უპირატესობაში, სწორხედვაში, სწორ სტრატეგიაში, მაგრამ ხალხში და ხალხის ძალა არის გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მჭიდრო ურთიერთობა საერთაშორისო ჩვენს მეგობრებთან და ამ პოლიტიკურ პარტიებს შორის და ფარგლებში არის ბევრი პოლიტიკოსი, ვისაც აქვს მჭიდრო ურთიერთობა, ხო, საჭირო ადამიანებთან, დასავლეთ პოლიტიკოსებთან ერთად, არავინ არ უნდა გაიგოს, რომ ქუჩა არის ერთადერთი და საბოლოო მექანიზმი, მაგრამ ამ კონტექსტში არის უმნიშვნელოვანესი. გასაგებია. დასავლელი პარტნიორები საკუთარი წნეხით ხელისუფლებაზე და რეჟიმზე, რა თქმა უნდა, აძლიერებენ ქართული ხალხის ნებას და არაერთი განცხადება კეთდება და ეს განცხადებები გადაიზრდება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში, რომ ხელისუფლებას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ავტორიტარიზმი დაამკვიდროს, ასეთ ხელისუფლებას დასავლეთმა ფული არ უნდა მიცეს, მაგრამ ეს ფული ქართულ ხალხსგან უნდა წავართვათ. არამედ მაგალითად სამოქალაქო საზოგადოება დაფინანსდეს და გაძლიერდეს აქ თავისუფლების მოძრაობა. მადლობა ნიკა, წარმატებას გისურვებ, დიდი მადლობა. ეს იყო ნიკა მელია. დაკავართ თუ რამე ჩაგერთვებით ნებისმიერ დროს. კოალიცია ცვლილებისთვის. თავარი არ გამოგაძევონ მაგ ოფისიდან ისე და ისე აღნიშნე დავიფხარითო. მადლობა, წარმატებას გისურვებთ. ეს იყო კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. მოლაპარაკებები ოპოზიციას შორის გრძელდება. 3 პოლიტიკური კოალიცია არის.